აქეთ ირანის თემა, გრენლანდია, რომელმაც როგორც იქნა გადაიწია უკანა პლანს და წინ წამოვიდა ისე უკრაინის და რუსეთის საკითხები, მოკლედ ბევრი რამაა, პლუს ამას ზანგეზურის დერეფანი და საქართველოს არარსებობა საერთოდ აი ამ კონტექსტებში, ხომ? ბევრი საკითხია განსახილველი, თუმცა მოდით მაინც დავიწყოთ დავოსით, სადაც კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან არავინ იყო წარმოდგენილი უკვე მეორედ და ამის გამო არ ღელავს არავინ, რაც თავარია ამ ქვეყანაში. ყველაფერი მიდის ისეთ კონტექსტში, რომ ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვერ გვამჩნევენ, ჩვენ არსად ვართ და ჯობს ასე იყოს. აი ეს რა ტიპის დრო არის დაკარგული ჩვენთვის და არის თუ არა ისეთი დაკარგული დრო, რომლის აღდგენაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ყოველთვის რაღაცის გამოგიცავენ. როდესაც ხარ სახელმწიფო და რაღაცას წარმოადგენ, ამ შემთხვევაში გზა გამტარი ხარ ან ეკონომიკური გავლენები გაგაჩნია, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გიცავენ შენ. თუ კი უმნიშვნელო ხარ, განა იმიტომ კი არ ხარ უმნიშვნელო, რომ იმალები და არავინ არ გამჩნევს მართლა, არამედ იმიტომ, რომ შენი ჩანაცვლება უკვე დაწყებულია. და სახელმწიფოები ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოთ ინტერესდება, იმიტომ რომ რამდენიმე მას აქვს ეკონომიკური, ან გეოპოლიტიკური, ან გეოგრაფიული გასასვლელის მნიშვნელობა. ზოგადად ეს სამყარო, მით უმეტეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ მანამდეც აგებული არის სწორედაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გასასვლელზე, რომლიდანაც ერთ-ერთი საქართველოზე გადიოდა და მისი ჩანაცვლება ხდება. ჩანაცვლება ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ამას მნიშვნელობა დაეკარგა და მეორეს მხრივ მას ალტერნატივა აქვს და თუ კი ალტერნატივა შედგება, მაშინ საქართველოს უსაფრთხოებაზეც აღარავინ აღარ იზრუნებს. და ეს არ ნიშნავს, რომ შენ მართლა არ გამჩნევენ. ეს ნიშნავს, რომ შენ შეიძლება ვიღაცისთვის გადაგილოცეს. ზოგადად ჩვენ ვლაპარაკობთ რა იყო რუსული სიგნალები ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო ადრეც, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ გვინდა მეორე იალტა. რა არის მეორე იალტა? გავლენის სფეროები განაწილდეს რა. ჩემ იქნება ეს, შენ იქნება ეს, შენ იქნება ის, შენ იქნება ეს. თუ კი ეს მიაღწია რუსეთმა, განახელმოწერილი დოკუმენტით, არა, მე არ ვითხოვ დოკუმენტზე, რაღაც მანახეთ დოკუმენტი, არა. ფაქტობრივი შედეგი თუ დადგა, მორჩა უგერუსეთს ექსარგებელი მიღებული აქვს. და სწორედ მაგის იმპულს, მაგის ნიშნებს ხედავთ ჩვენ. და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება უნდა ხედავდეს ამას, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, რა გონია, რომ თუ ვინმეს გავლენის ქვეშ გადავა, იმას ისევე დატოვებენ? ეგრე არ ხდება. როგორც კი გავლენის ვიღაცის სფეროში აღმოჩნდები, ის უკვე თავის თხის წესრიგის დამყარებას იწყებს და შენით არ აკეთებს ამ ყველაფერს. შენ განაცვლებს. სხვა თუ არაფერი შევახსენებ, აი ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომ ვენესუელაში, როდესაც გამოჩნდა როდრიგესისნაირი ფიგურა, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩაანაცვლეს კონკრეტული ადამიანი, ვინც ცოტა უფრო მეტი გავლენა ჰქონდა. და საქართველოში თუ კი ვინმეს გავლენის სფეროში საქართველო აღმოჩნდა ნეგატიურად, პირველ რიგში მისი ჩანაცვლება მოხდება იმ ადამიანების, რომელსაც აქ ფსევდოძალაუფლება უკვე უჭირავს და სხვათა შორის ეს მარტოობის და ისე აი ვერ გვამჩნევენ, ომი არ იქნება შესაბამისად არაფერი არ იქნება, ეგ პირიქით მუშაობს ეგ ყველაფერი. ყველაზე უმნიშვნელო სახელმწიფოებზე, რომელთა დაპყრობასაც ფასი არ მოყვება, რომელთა იერისაც არ იქნება არანაირი პასუხი, პირველ რიგში ეგრე აღმოჩნდა. ეგ სულ ეგრე იყო, ეხა კი არ ვიგონებდა გიორგი კობერიძე ამას ამბობს ახლა ტელეფორმოს ეთერში, არა, ეგ არის ის აქსიომა, რომელიც ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთზე ეგრე იყო. სხვათა შორის, თუ შენ არ აკავს ძლიერი მეგობრები და შემოსეირნება არავის არაფრად. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ხო სრულიად დაუცველი რჩევა. სხვათა შორის ძალიან უცნაურია, მაგრამ აი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ხო დღეს დავადების დღე აქვს. მეორე პრეზიდენტი რამდენადაც მას ძალიან ბევრი არასწორი პოლიტიკა ჰქონდა საგარეო და რამდენადაც ცდებოდა მისი ეს მემკვიდრეობა რა იყო, რომ ცდილობდა მართლა მულტივექტორულ პოლიტიკას. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ეგრე ვეღარ იქნება, იმიტომ რომ თავად შეგახსენთ, რამდენიმე დღის წინ კრემლმა ღიად გააკეთა განცხადება, რომ დაამთავრდა მულტივექტორული პოლიტიკა, შენ ან დღეს ჩვენთან ხარ, ან მოწინააღმდეგის ბანაკშიო. ეს მე კი არ მithქვამს. აგერ შეგიძლიათ მოახოთ კრემლის პროპაგანდისტები და თავად კრემლი როგორ იმეორებს ამ ფრაზას. დღეს თუ შენ აღმოჩნდი რუსულ ბანაკში, ეს ერთის მხრივ ნიშნავს შენს ყოველგვარ პოტენციურ ეკონომიკურ მომავლის დაკარგვას, იმიტომ რომ ცნობილი ამბავია, რომ არასდროს კოლონიზატორ სახელმწიფოს არ სურს მისი ყოფილი ან მოქმედი კოლონია იყოს მასზე განვითარებული. რა, მასაც ბარემ რაღაც შორს წავიდეთ და პირველი რაც რუსებმა გააკეთეს 2008 წელს, რომ საქართველოში შემოიჭრდნენ ქურთაში, რომელიც ხინვალის რეგიონშია, კინოთეატრი დაბომბეს. აი მაგალითად დავოსში რატომ არ მიიწვიეს? მნიშვნელობა აქვს დაკარგული საქართველოს და მის ალტერნატივაზე ხდება ჩამოყალიბება. ზანგეზურის დერეფანს ლაპარაკობ,
ვფიქრობთ, აი ტრიპის სახელით ახლა ცნობილი თუ დონალდ ტრამპის ესე ვთქვათ გეგმას განხორციელდება და ეს გულისხმობს ერთის მხრივ რას და ოშიც ითქვა, რომ რუსი მესაზღვრეები რეალურად თუ გავიდნენ ამ ტერიტორიიდან. აღმოჩნდა გადავიდა აქ მართლა ამერიკული თუ დასავლური კერძო კაპიტალით. კი ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ აი რეგიონში ერთხელ და სამუდამოდ მივიღეთ მშვიდობა. ოხ რა კარგი ამბავია. არ დავთ მაგაზე. მაგრამ მეორე რაღაცა თუ კი შემოვიდა დასავლეთი იმ ტერიტორიაზე, რომელიც შენგან შორს არის და შენ მთელი ტრანზიტულობას აზრი დაკარგე, შენი ნიშა რაზეც იყო აგებული, რომ ჩაუნაცვლებელი მონოპოლიური პოლიტიკა გქონდა ამ ყველაფერზე, ერთიან თქრება და ის რაზე იქნება დამოკიდებული ჩინეთის და რუსეთის კეთილნებაზე. რომ იქნება და მოდი ჩვენზე გაატარო, იქნება და ფოდის სპორტიდან გაატარო და მოდი აი საუბარი რომ მოდი ანაკლია მე ავაშენოთ და არ გვინდა შემ აგერ თუ არ გვინდა ეს ყველაფერი ჩანსულება, იმიტომ რომ ის გზა თუ კი გაიარა ამ ყველაფერს და რკინი გზას თუ გაიარა მით უმეტეს რკინი გზაზე უფრო მეტი გამავალი მოდის ვიდრე ხმელთი საქართველოს იქნება ჩვეულებრივი მიყურებული კუთხე. რატომ უნდა ჩააბაროს საქართველოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთს? ეს არის პროპაგანდისტების ძალიან ესეთი ტენდენციური ხაზი, ზუსტად ამას გვეუბნებიან შეფარვით თუ პირდაპირ, რომ აი იქ დასავლეთ სანაპიროზე იქნება ტრამპი და აქ ეს პუტინის გავლენის სფეროა. აი რატომ? რა მიზეზით უნდა დათმოს საკუთარი ინტერესი შავ ზღვაზე, მაშინ როცა ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას ხედავს, რომ არ უნდა ასე ცხოვრება. ეს ხომ ფაქტორია შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის. აი აქ ვეძებო მინდა გადარჩენის გზა, ანუ ამ ქალაქებისთვის რამდენად რეალურია ეს გზა. აი რატომ ჩვენ ვხედავთ ტრამპის პოლიტიკის შედეგებს, ის ჯერჯერობით შედეგობრივად არავის არ უთმობს. ყველაფერს აქვს თავის ფასი. ჩვენ შორის მეგობრობას აქვს თავის ფასი. მე რომ მომიდეს თქვენთან მეგობრობა და თქვენ შემდგომ მეგობრობაზე უარი მითხრათ, მე უნდა შევეცადო ძალიან ბევრი რესურსები დავხარჯო, ყურადღება ჩავდო, ყვავილები გაჩუქოთ პერიოდულად. მიღირს. თუ ალტერნატივა ძალიან მარტივი მაქვს, მიღირს. აი ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ გეთანხმებით ბევრიცა და ხო, ანუ ხო, ამ შემთხვევაში, ან თუ კი მე ვიღაცა უკვე ამ შემთხვევაში მეუბნება, რომ თავი დამანებე, შენთან ურთიერთობა არ მინდა და შენ ყველანაირად გვერდზე გაგდებ, ხალხი გავიგება. ეს ხალხის მხარდაჭერა, ხალხის სენტიმენტს საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა. უბრალოდ აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, სხვა შორის, რომელსაც ყველაფერს აბრალებდნენ, მახსოვს ჩემთან ინტერვიუში ამბობდა ამას, რომ შეერთებული შტატები არ მიატოვებს საქართველოს. ეს ხომ არ არის მარტო ეს ორმაგი ინტერესია, ის არის ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარების ინტერესი, მაგრამ არის შეერთებული შტატების ინტერესი და კონგრესის დოკუმენტებში შავი ზღვა აგერ ოდიდან წერია, როგორც პრიორიტეტი, ხომ? ორი აზრი არა. არა, ორი აზრი არ არის. ემოციების თემა არ არის ეს. არა, ორი აზრი არ არსებობს, ამაზე კი არა გვაქვს საუბარი ჩვენ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ კი შენ ხარ ალტერნატივა და თუ შენთან ურთიერთობა ძალიან ძვირი და პროცესუალურად რთული არ არის. სხვათა შორის ერთადერთი რამაც შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, თუ კი საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად პროჩინური გახდება, შეიძლება ვიღაცებს უფრო მეტად თვალში მოხვდეს, რომ უი, ხო, ანუ ისევ ის დრაზე ვარ დამოკიდებული, ქართულ ოცნება დაუშვებს თუ არა შენი შეცდომებს იმ გვარს, რომ დასავლეთის რადარზე ცუდად მოხვდნენ. ანუ მაგაზე ვარ. ამათი მთელი პოლიტიკა მაგიტომაც არის აგებული იმაზე, რომ დაგვივიწყეთ, ხო, არ ვარსებთ, არ გაღიზე, არ ჩინეთსა, რომ ჩვენს თქვენთვის კარგი გვინდა, ხანდახან ის agile spirit იწვრთნები რო ტარდება ნატოსი, ხანდახან მაგასაც უმასპინძლებ. აი ერთი დეტალი ივანიშვილს რომ ძალიან ეშინია ეს შანს, აი წერილიდანაც რომელიც გამოქვეყნდა, ის რომ შიგნით ხალხთან აქვს უსერიოზულესი პრობლემა, ეს ყველამ ვიცით, გარეთ პრობლემა და ამ დროს წერს წერილს, სადაც ძალიან წუხს ერთ საკითხზე. განსაკუთრებით ერთ საკითხზე. ეს არის და ეს წერილი გამოქვეყნდა მადუროს ჩამოგდების დაპატიმრების შემდეგ. ის ამბობს, რომ ვინ დაიცავს მას. ვერსად რუსეთმა ვერ დაიცვა თავისი მოკავშირეები და ყველგან პრაქტიკულად ხელები აწია, ასე ვთქვათ და გამოიყვანა იქ შეიარაღებული ძალები ოსირიიდან და ასე შემდეგ იცით თქვენ ამ წერილის შესახებ. ეს მისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს რომ რუსეთი არ არის იმ ფორმაში და მას არ შეჭერა უკვე ეჭვიეპარება, რომ ის შეიძლება რუსეთმა რამენაირად დაიცვას. ანუ არა მხოლოდ იზოლაციაში, არამედ იქითაც არა აქვს იმედი, ვისაც ამ ქვეყანას აბარებს და აი ამაზე მაინტერესებს თქვენი. არა, მე მერც გეტყვით, რომ მივანიშვილს რაც აქვს ამ წლების განმავლობაში და რაც ჰქონდა ყოველთვის, მას ეს უნიკალური გადარჩენის ინსტინქტი. ყოველთვის ეს მას ჰქონდა, მას აკაც ვერ დაუკარგავთ. მან იცოდა ყოველთვის ვინ უნდა მოეშორებინა და ვინ უნდა დაეწინაურებინა, როგორ უნდა შეექმნა ეს შიდა კრიზისები. ეგ ორი აზრი არ არის. მეცაც გეტყვით მე თქვენ. ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ნიშა
ყოველთვის იყო აი ისეთი შიდა კლანებს შორის დაპირისპირება, რომ ვერც ერთი ზემოთ ვერ ასულიყო. მაგას აკეთებს ქვეყნის შიგნით. წარმატებით ძალიან და ხვალ თუ ივანიშვილი დაინახავს მართლა და დაიჯერებს, რომ დასავლეთი ომში იმარჯვებს და უკრაინა ომში იმარჯვებს და რუსეთი მარცხდება, აგერ თქვენ და აგერ მე თუ არ შემოbrunდეს და არ თქვას, რომ მე ომშვიდობა უზრუნველყავი და იმიტომ რომ მე ევროპისკენ წამეყვანეთო და ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი სამწუხაროდ მაგაზეც სულ მოუმზადებელი დახვდება და იტყვის, რომ უი მეგონი პასუხი მაგაზე არ აქვს. იმიტომ ივანიშვილი მაგას ძალიან მარტივად გაამართლებს. იტყვის, რომ აგერ მე მშვიდობა მინდოდა. რა თქმა უნდა ივანიშვილს ეშინია და სხვათა შორის ირანს თუ დაარტყამს ამერიკის შეერთებული შტატები, კიდევ უფრო მეტად შეეშინდება, იმიტომ რომ ეს მან კარგად იცის, რომ ის კარგი ჯანსაღი მმართველი არ არის. ის არის შუააზიური ტირანი. აი თუ არის მსმენელს შევახსენებ, ყირგიზეთში კლანები მართავენ ეს ქვეყანას. აი ყირგიზეთში 2010 წელს მოხდა 4 დიდი კლანური რევოლუცია. მაგრამ კლანების უკან მდგომი ადამიანები ისე ხელისუფლებაში არიან. ანუ ეს იცის მან ძალიან კარგად და შესაბამისად ის თუ რაიმე შეიცვლება საგარეო პოლიტიკურ კურსზე ძალიან მარტივადაც ადგება და იტყვის, რომ იცით მე ყოველთვის პროევროპელი ვიყავი. რას ელოდებით ირანში? ხო, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. დავიწყოთ იმით, რომ ამ შემთხვევაში დარწმუნებული ჯგუფი უკვე შესული არის ომანის სიახლოვეს, არაბეთის ზღვაში, ლინკოლნზე მაქვს საუბარი, რომელიდანაც აფრენები და 3000 კილომეტრის დაფარვა თავისუფლად შეიძლება. ამ შემთხვევაში ფრთოსანი ჯაკეტები დამიზნებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლია მიიტანოს იერიშები ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსზე, რომელიც არის რეალურად ჯარის ალტერნატივა ირანში. ანუ ირანი მოდი კარგად განმარტოთ, ირანი არ არის ტიპური სახელმწიფო. ირანში ერთის მხრივ გვაქვს ჩვენ მოხალისეთა დანაყოფები ბასიჯი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და სხვათა შორის ის მართავს აი ტიპური ხელწერით, ავტოკრატიული ხელწერით. როგორ იცით, ყველას ასრულებს ხელს. ბასიჯის ხალხს რატო დაახოცინა? იცით ეხა ამ 10000-ობით ადამიანი ირანში. უთხრა რომ აგერ თუ ხელისუფლება შეიძლება, ყველას ფუგა კითხავენ. დასახევი გზა. ზუსტად, აი ეგ არის, მაგრამ მეორეს მხრივ თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები მიიტანს იერიშებს, აქაც კარგად ვიცით ავტოკრატიები როგორ ხუხულასავით ამოიშლებიან ხოლმე, ეგრევე გააჩნია აშშ-ის რა უნდა ირანში. ეს იქნება სადამსჯელო ძალის დემონსტრირების ოპერაცია, თუ ეს იქნება ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობის ოპერაცია და რისი განხორციელებადიც არის, იმიტომ რომ ირანის ახალგაზრდობა ეგეთი არ არის როგორც აქ, ეს არ არის არაბული სამყარო რა. მე არაბულ სამყაროზე არაფერი ნეგატიურს არ ვლაპარაკობ ამ წუთას, მაგრამ არაბულ სამყაროზე ბევრად განვითარებულია ირანული ახალგაზრდობა და ისინი ბევრად მეც მოგზაურობენ და დიასპორა, რომელიც 5 მილიონამდე ადამიანია, აქტიურ კონტაქტშია დიდ ქალაქებში მოსახლეობასთან. მით უმეტეს ისეთ ქალაქებში, როგორებიც აი გილანის ნაწილიანი ან თუნდაც რა ვიღოთ, ზოგადად ცენტრალური თეირანის მიმართულება. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ თუ კი ეს დარტყმა არ განხორციელდა, თუნდაც სიმბოლური, აი ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი და ძალიან დიდი პოზიტიური ნიშანი ზოგადად იმ ძალებისთვის, რომლებიც ახლა ავტოკრატიას ამყარებენ, იმიტომ რომ შეიძლება შენ გასცე დაპირება, წითელი ხაზი გაავლო და არაფერი არ მოხდეს და შეგახსენებთ. როდესაც ობამამ ეს წითელი ხაზი გაავლო 2012-13 წლებში და აღმოსავლეთ გუთაში, ჰამასში და ჰომში ქიმიური არყი გამოიყენეს მართლაც ასადის ძალებმა და შემდეგ სედნაიას ციხეში, რომელიც დამასკოს თავზე მდებარეობდა, როიალის სიმებზე ჩამოახჭეს ხალხი და ამერიკას ამაზე პასუხი არ ქონდა. ამან გამოიწვია მე რუსეთის აქტიურობა ყირიმში, მე გამოიწვია უკვე აქ საქართველოშიც რაღაცე პროცესების სხვანაირად შემოტრიალება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდან 2012 წელს რომ მოვიდა, ფრთხილობდა ამერიკაში. კი, მაშინ ცნობილი ფრაზა იყო ივანიშვილის სიტყვები, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო, მაგრამ ფრთხილობდნენ. რო დაინახეს რომ მე ნელ-ნელა ყველანაირი რეაქცია, ნაკლები რეაქცია ჰქონდა ამერიკის ხელისუფლებას და მე აქ ამერიკელი დამკვირვებლები ყველა არჩევნებს, ყველა პრობლემურ არჩევნებს ეუბნებოდნენ, რომ კი, მაინც კარგად ჩატარდაო, მე დარწმუნდნენ, რომ თურმე ძალა არ აქონდა რა ამერიკას. ესე დარწმუნდნენ და თუ კი ეს ყველაფერი შეიცვალა და თუ კი ჩვენ მიხილეთ ზოგადად ის ერთის მხრივ ახეთი გლობალურ ცვლილებებში ამერიკის დაბრუნება და მეორეს მხრივ ნეოკონსერვატიული სულის გაღვიძება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ცოტა პრობლემური იდეოლოგია, მაგრამ მაინც თუ კი ვიხილეთ ამის გაღვიძება, შეიძლება აქაც შეიცვალა სიტუაცია და შეიცვალა სიტუაცია ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთხელაც ადგეს, როგორც თქვი და თქვას, რომ მე ყოველთვის პროამერიკული ვიყავი. გიორგი, ირანთან დაკავშირებით როდესაც იყო ახლაც კრიტიკული მდგომარეობა, იქ და ვიცით რომ ხალხს გამოდის ინფორმაცია რომ სიკვდილით ჟიან კითხავენ და ხოცავენ და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად თუნდაც საინფორმაციო ველზე როდესაც ეს იმ 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებით მაღლა იყო აწეული, როდესაც მასობრივი მკვლელობები პიკს აღწევდა. მაშინ იყო დიდი მოლოდინი, რომ შეიძლება ტრამპმა ამას ხელი შეუწყო, რომ შეიძლებოდა საჰაერო იერიში მიეტანა. შემდეგ ეს არ მოხდა და ახლა რაღაცნაირად კვლავ ჩნდება თითქოს ამის ნიშნები. რა შეიძლება შეცვლილიყო, როდესაც მაშინ არ მიიტანა იერიში და ახლა რაღაცა მაინც ისევ ჩნდება მოლოდინი, რომ შეიძლება შეუტიოს ირანს. აი ამ შუალედში რამე შეიძლება. ძალიან კაი კითხვა. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. პირველი, ამერიკის მოკავშირეები, როგორიც არის საუდის არაბეთი, ან არაბთა გაერთიანებული საემიროები, ან ბაჰრეინი, სადაც ამერიკის ფლოტი მდებარეობს,
უარზე იყვნენ მაშინ მაღალი ალბათობით და ამის ნიშნები და ამის ინფორმაციამ გამოჟონა და თქვა რომ არა, ჩემსაც ვერ გამოიყენებ ჩემ ბაზებს. შესაბამისად და ალუდეიდის ბაზა რომელიც მდებარეობს სწორედ ამ სპარსეთის ყურეში აღმოჩნდებოდა სამიზნედ უშუალოდ ირანული სამიზნეების, შესაბამისად ყატარმაც ამ შემთხვევაში უთხრა უარი და როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ამერიკა მაშინ უკან დაიხია, იმიტომ რომ დიეგო გარსიაზე კი ყავს მას თავისი ბომბდამშენები, მაგრამ ეს არ არის ის საკმარის კრიტიკული რაოდენობა, რომელსაც სინქრონიზებული შეტევისას გამოიყენებოდა. მაღალი ალბათობით იყო ისრაელის თავშეკავებაც. იმ ეტაპზე ჯერ კიდევ ისრაელს შეიძლება არ ქონდა ბოლომდე მწვანე შუქი ანთებული. ისრაელს ლაპარაკობდა ბენიამინ ნეტანიაჰუს გულწრფობ, იმიტომ რომ მისი ხელისუფლება ცოტა კრიტიკულ ზღვარზე არ არის ესე მყარად, როგორც გამოიყურება. და მეორე საკითხი. მეორე უფრო მნიშვნელოვანი. ტრამპის კარზე სხვადასხვა კლანი არსებობს. ჩვენ ვიცით რომ ჯეი დი ვენსი ყოველთვის უფრო მეტად იზოლაციონისტი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში პირიქით ემხრობოდა დარტყმას. ემხრობოდა დარტყმას მარკო რუბიოც, მაგრამ როგორც არის კუშნერი, მისი მრჩეველი და როგორც არის ვიტკოფი, რომლებიც მოლაპარაკებიდან სხვათა შორის საკმაოდ დიდ ფულსაც შეულობენ, წინააღმდეგი იყვნენ ამ დარტყმების და ამაზე უკვე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, ბოლო ერთი კვირა ამაზე საუბრობენ და ახლა იმ შიდა გადალაგებაც მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს შიდა კლანური ამბები ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ არსებობს, ჩვენს ისიც ვიცით რომ უკრაინასთან დაკავშირებითაც, როდესაც გამოჟონა დოკუმენტში არსებულმა პუნქტებმა, მაშინაც იყო მარკო რუბიოს მხრიდან მინიშნებები, რომ თითქოს არ ემხრობოდა, მე თქვა რომ ეს ჩემი განცხადება არ არისო, სენატორების მხრიდან სხვადასხვა განცხადება იყო. ანუ ფაქტი არის რომ შიდა დინებები არსებობს და ამაზე ხა არაფერი განსაკუთრებული არ არის, რადგანაც ჩვენ საუბარი გვაქვს აქ 10,000-ობით ადმინისტრატორზე და იმ სენატორებზე, რომელთაც აქვთ უზარმაზარი გავლენა და შესაბამისად ლობირებენ ამა თუ იმ იდეას, მაგრამ პრობლემა რა არის, იცით? პრობლემა არის ის, რომ ის რაც ვენესუელაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალის უკიდურესი დემონსტრირება ანახა და ძალიან წარმატებული და მონროს დოქტრინესეული ხედვის განხორციელება გააკეთა, ახლა ჩვენ ხედავთ რომ შეიძლება ეს ყველაფერი უცებ შემოტრიალდეს ძალიან ცუდად და ავტოკრატების სასარგებლოდ დატრიალდეს იგივე ირანში და სხვათა შორის აი გუშინ გამოსულმა დოკუმენტმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ ძალიან ნათელი რაღაცა ეწერა შიგნომ ირანი აგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას და ეს მან იცის რომ დრო მასზე არ მუშაობს ეს ახალგაზრდები იზრდებიან და სხვათა შორის ხამენეი უკაცრავად 87 წლის ხდება მან იცის რომ დრო მასზე არ მუშაობს შესაბამისად ის შეეცდება რომ მოასწროს და ბირთვული იარაღი შექმნას და ბირთვული იარაღი თუ შიიტური ირანს ქონდა ამჯერად რომ სუნიტური მეზობლები ამაზე გახარებულები არ იქნებიან ამიტომაც აქრო სიტუაცია აღმზეზის და როდის აფეთქდება ეს დროის ამბავია და სხვათა შორის ერთსაც შეჯამებისაც ერთსაც ვიტყვი თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერევა ეს ძალიან ცუდი იქნება მაგრამ შემდგომი რევოლუცია ირანში თუ კი რაიმე ფორმით დაიწყო დემონსტრაციები ის არ იქნება მშვიდობიანი ისეთ რამე ნახეს მოსახლეობამ სავადმყოფოებში ჩაცხრილული ადამიანი მეორედ და მისი მშობელი მეორედ მშვიდობიან ქუჩაში აღარ გამოვა აი